უპირველეს ყოვლისა, ევროპელებმა და შტატებმა თავი უნდა დაანებონ ქართულ პოლიტიკას. მე ვფიქრობ, გავლენები და ჩარევები არანაირი სარგებლის მომტანი არ არის. იმედი მაქვს, ეს ხალხი საქართველოს საშუალებას მისცემს ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკა, საკუთარი შიდა საქმეები, იმ შფოთვის გარეშე, რომელიც ბრუსელიდან თუ სხვა მხრიდან მოდის. მეორე, მე მჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთად უნდა იმუშაონ როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორების ეკონომიკურ სტრატეგიაზე, ისე უსაფრთხოებაზეც, ვინაიდან ეს ცოტათი რთული რეგიონია. მე მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სამხრეთ კავკასიას შეუძლია ეფექტიანად იმუშაოს. მთელი ეს გარედან მომავალი შფოთვა და მღელვარება არა, ნამდვილად არ იყო კარგი. ისტორიულ ჭრილში გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ნატოს იდეის განვითარება დაიწყო, სამწუხაროდ ეს ნამდვილად იქცა მთელი რეგიონისთვის დესტაბილიზაციის ფაქტორად. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ნატოს შორს უნდა დარჩენილიყო უკრაინიდანაც და ახლა მთელი მსოფლიო გაცილებით უსაფრთხოდ იქნებოდა, რადგან არ შეიქმნებოდა რუსეთთან ჯერ ეს უკიდურესი დაძაბულობა და ახლა ომი, რამაც დესტაბილიზაცია მოიტანა ყველასთვის.